საქართველოს დიდ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს 31 მარტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. ზუსტად 35 წლის წინ საერთო სახალხო გამოკითხვა ჩატარდა, რამაც დაადასტურა სრულიად საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე გამოცხადებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დღეს 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. პირველ პრეზიდენტს 87 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე გარდა იმისა, რომ არის აი ამ დიდი ეროვნული რეფერენდუმის დღე, პარალელურად არის თვითონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, იმ ადამიანის, ის ვის მოსწონს, ვის არა, სხვა აზრები არსებობს, მაგრამ დიდი აბსოლუტური უმრავლესობის აზრით სწორედ მან მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ძალიან ბევრ ვინმეს მაინც არ მოსწონთ ხოლმე და 26 მაისზე ხდება ხოლმე რაღაც გადატანა აქცენტების, მაგრამ საერთოდ ისტორიისთვის არის ერთადერთი თარიღი ბატონო გერა 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების დაყრდნობით, რა თქმა უნდა, რომელშიც მაშინ მონაწილეობდა პრაქტიკულად მთელი საქართველო. თავის ისტორიულ ფარგლებში, არ ჩატარდა ჯავის რაიონში, არ ჩატარდა თვითონ ქალაქ ცხინვალში, კონკრეტულად ქალაქ ცხინვალში და აფხაზეთის ორ რაიონში, ერთი გუდაუთის რაიონი და ერთი მეშახტეების ქალაქი ტყვარჩელი, სადაც ძალაუფლება მათ უმრავლესობაში იყვნენ და აი აქ არ ჩატარდა დადარჩენი, ეს ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. და პრაქტიკულად მას აქვს კანონის სახე და საუბარი იმაზე, რომ თითქოს სადღაც ვიღაცებს სურთ ქვეყანას დააკარგინონ დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს თითქოს გამოწვეული ამბავია. არსებობს კანონის სახეა რეფერენდუმი, ალბათ უმაღლესი კანონი, სადაც ერთს აქვს გამოხატული თავისი ნება და სხვათა შორის, აი ეს შეიძლება ბევრმა არ იცის, ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ერი ვართ, ერთადერთი რესპუბლიკა, ქვეყანა, როგორც კი დავარქვათ, სადაც რეფერენდუმზე დაყრდნობით არის გამოცხადებული.